დღეიდან რუსეთი რეგულარულ სამგზავრო ავიამიმოსვლას იწყებს მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან. სოხუმის აეროპორტში, რომელსაც საერთაშორისო კოდი აღარ გააჩნია. ამ თემაზე კომენტარი დღეს გააკეთა ლევან დავითაშვილმა, ოცნების ვიცე-პრემიერი არალეგიტიმური, ამბობს, რომ საქართველოს საერთაშორისო ნორმების დარღვევით ოპერირებას გმობს. მისი თქმით, ამას მხარს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO-ს უჭერს. ჟურნალისტის კითხვა იყო, იქნება თუ არა რაიმე საპასუხო ზომები იმ რუსული კომპანიების მიმართ, ვინც თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში დაფრინავს. დავითაშვილმა უპასუხა, რომ კომპანიები, რომლებიც ოკუპაციის შესახებ კანონს არღვევენ, საქართველოში ვერ ოპერირებენ. განცხადება გაავრცელა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომაც, მაშინ ნათქვამია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიური ნოტით უკვე მიმართა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას. სააგენტო ამბობს, რომ საჰაერო მიმოსვლის განხორციელება უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული აეროდრომის ვარდისობის სერტიფიკატის არ მქონე აეროპორტიდან ხდება. გარდა იმისა, რომ წარმოადგენს ეს საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ნორმების დარღვევას, ასევე საფრთხეს უქმნის საავიაციო და მგზავრთა უსაფრთხოებასო. პაატა დავითაია არის ჩვენი სტუმარი, ევროპული დემოკრატების თავმჯდომარე. მოგესალმებით, პაატა. მოგესალმებით და დიდი მადლობა მოწვევით. მოკლედ, რა არის ეს რისი დემონსტრირება მორიგჯერზე, რა პასუხი უნდა ქონდეს სახელმწიფოს? პირველ რიგში ეს არის ანექსიის ნიშნები, ფაქტიურად, რასაც რუსეთის ფედერაციას ჩადის და ამაზე არაერთხელ გვისაუბრია ჩვენ. რეალურად მოდი ვთქვათ სიმართლე, რუსეთს დღეს ჩაუვარდა ის პროექტი, რასაც ქვია ავიამიმოსვლა და რატომ ჩაუვარდა. არის ის, რომ ICAO-ს მუშაობამ, იმიტომ რომ 30 წლის უკან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სოხუმის აეროპორტი დაიხურა. და ამით მიმართა ICAO-ს. ეს არის სამართლებრივი მდგომარეობა. იმის გამო, რომ არის საფრთხე, არის ოკუპირებული ტერიტორია და მარტო საქართველოს მთავრობას აქვს უფლებამოსილება მიანიჭოს კოდი სოხუმის აეროპორტს და გახსნას. აქედან გამომდინარე, ეს ნორმა დარღვეული არის. მეორე თემა, რუსეთის ფედერაციის ავიამიმოსვლა, აეროფლოტი გეგმავდა ფრენას. ICAO დაემუქრა აეროფლოტს სანქციებით, ამიტომ აეროფლოტმა უარი განაცხადა სოხუმის აეროპორტში ფრენას. ის ავიაკომპანიები, რომელიც დაფრინავენ საქართველოს, მე ვეწინააღმდეგები ამას, იცით, ცნობილია ჩემი პოზიცია, მაგრამ ეს ავიაკომპანიებიც კი ვერ ოპერირებდნენ იქნება სოხუმში. სოხუმის აეროპორტში თავის დროზე დაფრინავდა სამხედრო თვითმფრინავები, რაღაც ტვირთები, გაერო დაფრინავდა გახსოვთ თქვენ. და დღეს ფაქტურად მხოლოდ და მხოლოდ ერთი ავიაკომპანია, AVT გრუპის წარმომადგენლობა, რომელიც ემსახურება თავდაცვის სამინისტროს, რუსეთის ფედერაციის და უსაფრთხოების სამსახურს, რუსეთის ფედერაციის, მეტი არავის არ ემსახურება, არც არ დაფრინავს, არ ტოვებს რუსეთის ტერიტორიას, მხოლოდ ამ ავიაკომპანიის თვითმფრინავი დაფრინდა დღეს სოხუმში. ფაქტურად ის ავიაკომპანიები, მოდი ასე ვთქვათ, რუსული ფლაგმანი ავიაკომპანიები ვერც ერთი ვერ ახორციელებს ქმედებას. მე მქონდა ურთიერთობა ICAO-სთან და არაერთი წელია მაგათთან მაკავშირებს ურთიერთობა ამ საკითხთან დაკავშირებით და მართლაც საქართველოს მთავრობამ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ეს ფრენები არ შემდგარი იყო, რასაც ბატონი დავითაშვილი გააკეთა განცხადება, აბსოლუტურად ასე არის. ეს არის პრინციპული მიდგომა, მოდი ასე ვთქვათ და ჩვენ ევროპულ პარტნიორებს კი არ უნდა ვეომოთ. ჩვენ მათ გვერდში უნდა, ისინი გვიდგანან გვერდში დღეს, რომ დღეს რუსულ ავიაციაში და სეპარატისტებს ჩაუვარდა, ვთქვათ, იქ თავისი გეგმები, მაგრამ ეხლა უყურეთ, რისი გაკეთება შეიძლება, ხო? რუსული ავიაკომპანია ცალკე მდგომზე ხო არ არის პრობლემა. საუბარია რომ ამ ავიაკომპანიას, რომელიც გაფრინდა სოხუმში, ნებართვა მიცა რუსულმა სააგენტომ ავიაკომპანიის, რაც დაარღვია ICAO-ს წესები. აქედან და მგზავრებით საკითხით უსაფრთხოების ქვეშ ჩააგდო, ხო? ამიტომ დღეს მარტო განცხადება არ არის საკმარისი საქართველოს მთავრობის მხრიდან. ჩვენ უნდა მივმართოთ ICAO-ს, რომ რუსეთი, რა თქმა უნდა, მთავრობა ამის გამკეთებელი არ არის, მაგრამ იურიდიული მხარე ეს არის, რომ მივმართოთ, რომ არც ერთი ავიაკომპანიამ, რაც არ უნდა იყოს გინ თავდაცვის, გინ ვთქვათ, რომელსაც სამოქალაქო კოდი აქვს. ხაზი მინდა გაუსვა, ეხა რომელიც გაფრინდა, აქ სამოქალაქო კოდი, რომელიც ემსახურება თავდაცვის სამინისტროს რუსეთის ფედერაციის. ამიტომ ესე იგი სააგენტომისა და არა თავდაცვის სამინისტროს რუსეთის ფედერაციის. ამიტომ ესეც უნდა დაიბლოკოს. ეს პრინციპული საკითხი არის და ამით უნდა შეიქმნას საფრთხე იმ ავიაკომპანიებს, რომელიც დაფრინავენ საქართველოში, თურქეთში, აზიის მიმართულებით, იმიტომ რომ ერთ სისტემასთან არის ეს დაკავშირებული ყველაფერი. ასეთი ულტიმატუმი უნდა დააყენოს ფაქტობრივად საქართველოს, რომ ეს მოდი პირველი ეტაპი არის სწორი.
რომ დღეს ჩაიჩალა. თორე აზრი არ აქვს. თორე რუსეთი არ შეჩერდება ამით დღეს რაც ხდება. ისინი სხვა ბერკეტებს გამოიყენებენ, სხვა იმით ამუშავდებიან. აი მაგდ ძალიან საინტერესოა დღევანდელი გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის სათათბიროსი, როდესაც მიმართა მირონოვმა, რომ როუმინგი რუსეთის ფედერაციის არ იყოს აფხაზეთში. ეს რას ნიშნავს? რომ როგორც შიდა ტერიტორია იყოს განსაზღვრული აფხაზეთი, ხო? ესე იგი როუმინგის მოხსნა ნიშნავს, რომ ესე იგი ანექსიის ერთ-ერთი ნიშანია კიდე. ამაზეც უნდა იყოს ლაპარაკი. ხო ხედავთ, აი ეს კავშირგაბმულობა, ავიაცია მიმოსვლა, სარკინიგზო თემები, ყველაფერი ეს კომპლექსში სისტემური მიდგომა თუ არ იქნა, აი ეს ეყრება საფუძველი ჩვენ ქვეყნის ანექსიას. თუ მიაქციათ ყურადღება, მაკა ბოჭორიშვილმა, ელოთოს გენერალური მდივნის გვერდზე მდგარმა, გალის მექანიზმის ამუშავების აუცილებლობა ახსენა. იცით, რომ სეპარატისტები აყენებენ ოკუპაციის შესახებ კანონის გაუქმების საკითხს და ძალის პირველად დააყენეს? ოკუპაციაზე პირველად დააყენეს. ხო, იმიტომ რომ მანამდე აყენებდნენ ძალის გამოუყენებლობას, ხო? ახლა ორივე ერთადო. კი, ეხლა ძალიან. აი ეს რა ძაღლის თავი აქვს დამახ. ესე იგი, ძალიან საინტერესო მომენტი არის, იმიტომ რომ პირველად დააყენდა ჟენევის ფორმატში, აპირებენ და აყენონ ოკუპაციის შესახებ კანონის გაუქმება. ეხლა მე დარწმუნებული რომ საქართველოს რომ არ გაუქმებს ამას. მაგრამ საერთოდ საკითხის არა, ოკუპაციის გაუქმება ნიშნავს, რომ ჩვენი ტერიტორია ოკუპირებული არ არის. უპირობოდ უნდა მოხდეს მექანიზმის სამუშავება. ეს აღიარება ეს ოკუპაციის კანონის გაუქმება ნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებული არ არის. ამას ვინც ხელს მოაწერს, სამშობლოს ლატის მუხლი რო დაამატეს ახლა ეს ამ მუხლს ვერ გაექცევა. ამიტომ ამაში დარწმუნებული, მაგრამ პრობლემა რაშია, იცით? პრობლემა იმაში, რომ ეს საკითხი არც უნდა ბედავდეს თვითონ დაყენებას. ეხლა დღეს იმდენად გაიჯეჯილეს რუსებმა, რომ ამ საკითხის დაყენებაც როგორც კი დაუთ პირობებში არ სრულდება ეს კანონი. ჩვენ ნახეთ რუსი ტელეწამყვანები, აქ დარღვეული ოკუპაციის კანონი და ასე შემდეგ. შერჩევითი არა, დემონსტრაციულად დარღვეული აქვს, ყველა მიცის რომ დარღვეული აქვს და ის მათ უშვებენ საქართველოს ტერიტორიაზე. მაგრამ თვითონ კანონის განხილვა, ხო? ეს განხილვა ყველა სიტყვას, ყველა ტერმინოლოგიას აქვს მნიშვნელობა. ამას ჭიდაობენ რუსები დიდი ხანია. როგორც კი დააყენებენ განხილვას, ესე იგი შემდგომ შეხვედრაზეც დადგება, ესე იგი რაღაც არგუმენტებს, ეს საკითხი საერთოდ უნდა ჩაიჭრას. არანაირი განხილვა არ უნდა იყოს. ოკუპირებულია და მორჩა, ამას პრინციპული საკითხია. ეხლა რაც შეეხება იმ მიდგომებს, თქვა იმ გალის ფორმატის აღდგენას, ეს ძალიან საინტერესო ფორმატია. მე არ ვიცი ამ ეტაპზე რაზეა საუბარი, რისთვის იყო კარგი ეს ფორმატი, მოდი თქვა. როდესაც პირდაპირ კონტაქტი დგებოდა რაღაც უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით, ჩვენებს საქართველოს მოქალაქეებს, რომელიც არიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ძევლად აიყვანენ ან რაღაცა სწრაფი გადაჭრის მექანიზმი იყო. ეს შეჩერებული იყო. თუ ეხლა ფორმატი აღდგება და გააჩნია რა ფორმატით ეუთოს ჩართულობით, მისი გაეროს ჩართულობით, ეხლა მიჭირს მე ამაზე საუბარი. რა თქმა უნდა, მე ამას მიმესალმები, იმიტომ რომ არა მაქვს იმის გარანტია, რომ სეპარატისტები დანაშაულს არ ჩაიდნენ და ვიღაც ქართულს არ ჩააგდებენ, არ დაიჭერენ და სწრაფი რეაგირებით შეიძლება ის საკითხი მოგვარდეს ვიდრე ჟენევის ფორმატში, ვიდრე საგარეოს და წითელი ჯვრების და ამით ჩარევის. ისე იგი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის ეს კარგი იქნება, მაგრამ მიჭირს საუბარი საერთოდ რა ფორმატზეა ლაპარაკი და რა იქნება გაწერილი ამ ფორმატზე. ამიტომ ეს ჯელობის საკითხია ყველაფერი. კი ბატონო, გასაგებია, ბატონო პატას, ბოლოს ვიტყვი თქვენ მტრების გამოცხადება მეგობრად და პირიქით ესეთი კამპანია მიდის დღეს, ანუ დასავლეთს კი არ უნდა უმოთო, ანაბედ უნდა დავიხმაროთ ამ პრობლემების გადაჭრაში, მთლიანი პოლიტიკა, სუსის ანგარიში, დასავლეთის ქვეყნების მოხსენიება დამფინანსებლად და ორგანიზატორად, რომ აქ რეჟიმის დამხობა უნდათო ხელისუფლების ცვლილებაო. აი სუსის დოკუმენტში ასეთი პირდაპირ დასახელება. ძალიან ძნელია ამაზე კომენტარის გაკეთება, გეტყვით რატო. საქართველოს კონსტიტუციაში აბსურდია ჩანაწერი, ამიტომ ლაპარაკობ ძნელია სამართლებრივი კომენტარები. საქართველოს კონსტიტუციაში წერია პირდაპირ 78 მუხლში, რომ ჩვენ მივისწრაფით ევროკავშირისგან და ნატოსგან, ხო? ევროკავშირში სწრაფვა ეს კი არ არის ბაზარი რაღაცა. ეს არის ოჯახი, სადაც არის ქცევის წესები. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ ამ ქცევის წესებს შევასრულოთ და თუ უსაფრთხოების დოქტრინაში სიტყვაზე ან ანგარიში იწერება, რომ იქიდან გამოყოფილი თანხები იმისათვის, რომ მოხდეს ჰარმონიზაცია ღირებულებების, კანონმდებლობის არის სრულად განწყობილი, საერთოდ არ ხდება არაფერში. ამიტომ ისეთი იმხელა აბსურდია, ამ კომენტარის გაკეთებაც ძალიან რთულია. ჩვენ უნდა ვიხებძღავნოთ არა ანგარიშით, არამედ
საქართველოს კონსტიტუცია. რომლის შესასვლელი რაოდენობა პარლამენტარების არალეგიტიმურ პარლამენტშიც არ აქვს ივანიშვილს, რომ პირდებოდა აგერ პარტიების აკრძალვიდან დაწყებული ყველაფერს კონსტიტუციის შესვლით. ეს თვითონ თავისივე გაყალბებული არჩევნების ბერგეტებითაც ვერ მოიპოვა. მადლობა. პატა დავითაიას.